გამარჯობათ მეგობრებო, თამაშდება $1,000,000. $1,000,000 ვათამაშე. ერთი რაღაც უნდა შეასრულოთ, ასეთი დავალება არის. ვინც გაიმარჯვებს, მას გადაეცემა პრიზი $1,000,000. ახლა $1,000,000 ამ წუთში არ მაქვს, მაგრამ ისეთი დავალება უნდა შეასრულოს, რომ ამა დრო ჭირდება და მანამდე მე შეიძლება მოვაგროვო მილიონები და გავხდე მილიონერი და დავაჯილდოვო გამარჯვებული თუ შეასრულა, მაგრამ არ ამგონია ახლა ასე მალე შეასრულოს. შეიძლება მე ვერ მევესწრო გამარჯვებულს, მაგრამ ჩემი შვილთაშვილები შეიძლება მეესწრონ. ხო და ანდერჩი დავწერო გამარჯვებულს გადაეცით $1,000,000. ხარა დავალება არის, რატო ჭირდება ამდენი დრო, რომ გაიმარჯვოს ადამიანმა. შეიძლება თვითონ ვერ მეესწროს გამარჯვებას, მაგრამ ამას თუ გადააცემს შთამომავლობას ანდერძით, რომ ეს ჩემი დავალება შეასრულეთო, შეიძლება იმის შთამომავალმა მოიგოს, გაიმარჯვოს. და რა უნდა შეასრულო ახლა, სულადვილი რაღაც არის, მაგრამ დრო ჭირდება უბრალოდ ახლა. გაჩვენებთ ახლა ძალიან მარტივი რაღაცა არის. აი მეგობრებო, ეს არის ჩოთკი, ანგარიში, ვისაც იცის, სანგარიშოთ იყენებენ. ძალიან მარტივი წესებია. არის 10 რიადი, თითო რიადშია 10 ცალი ძივი, ასე რომ ვთქვათ, 10 მძივი არის. ესე იგი დავალება არის ასეთი, გამარჯვებული იქნება ის, ვინც ბოლოში ამას გადმოწევს, მაგრამ სანამ იმას გადმოწევ, ამას დრო ჭირდება. ახლა როგორ უნდა გადმოწიოს და რა უნდა გააკეთოს? ანუ თვლა უნდა დაიწყოს ჩოთკით. 1, 2, 3, 4 ასე ამათივეს რო ჩამოთვლის ასე. მერე გადმოწევს ამ მეორეს. მეორე რიადს. ამას უკან დააბრუნებს. დააბრუნებს უკან და ისევ დაიწყებს თავიდან თვლას. ასე დაიწყებს თვლას და მერე გადმოწევს მეორეს. და ასე ამათივეს რო გადმოწევს, შეასრულეს. მერე გადმოწევს მესამე რიადს. ამათ უკან დააბრუნებს და ისე უნდა დაიწყოს ასე თვლა. ანუ ასე რა უნდა ჩამოთვალოს ჩოთკი ბოლომდე. მერე ამათ რო შეავსებს, თქვათ, მერე ამ ზედას ჩამოწევს. და ასე თვლით, ვინც ავა ბოლოში მიიღებს $1,000,000. მარტივი წესებია. გამარჯვებული გვეყოლება მომავალში იმედია. მადლობთ ყურადღებისთვის.